საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით და უფლების მცდელობის ფაქტზე 2 მოქალაქე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 180 მუხლის მეორე და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. პირდაპირ ეთერში მარიამ აფციაური გვერდდება. მარიამ, დეტალებს ვალით შენგან. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს არწმუნებდნენ, რომ დაეხმარებოდნენ თბილისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ნებართვის მიღებაში. ისინი არწმუნებდნენ მოქალაქეს, რომ რომ იკავებდნენ წამყვან პოზიციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თბილისის მერის მიერ მოხდებოდა მშენებლობაზე ნებართვის გაცემა მათი დახმარებით. ამაში კი ჯამში 70,000 ამერიკულ დოლარს ითხოვდნენ. 2025 წლის 22 აგვისტოს მათ წინ მსწრებად ბრალდებულები მოქალაქისგან მიიღეს 10,000 დოლარის ოდენობით თანხა, რადგანაც მოხდა მათი დაკავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ქალაქ თბილისში ესაჭიროებოდა სამშენებლო ნებართვის მიღება, დაარწმუნეს, რომ თითქოს და გლ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას და თავისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე დაეხმარებოდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დროის უმოკლეს მონაკვეთში მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში, რის სანაცვლოდაც ჯამში მოითხოვეს 70,000 აშშ დოლარი. 2025 წლის 22 აგვისტოს ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვეს 10,000 აშშ დოლარი, რომლის გადაცემისთანავე მოხდა მათი დაკავება. საქმეზე გამოძიება გრძელდება და ითვალისწინებს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. მადლობა, პირდაპირ ეთერში მარიამ აფციაური საუბრობდა.